Ცხეთაში ჩასვლის მსურველებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააგრძელა სპეციალური საშუალებით აღჭურვილი ავტოტრანსპორტის სამთავრობო და საპატრიარქო დელეგაციები, ასევე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, პრესა და სხვა ოფიციალური პირები, ეგრეთ წოდებული ძველი გზით გადაადგილდებიან საჭაშნიკის ტერიტორიის გავლით ქალაქის შესასვლელამდე და შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძართან არსებულ ავტოსადგომამდე. სხვა სახის ავტოტრანსპორტი მცხეთის მეორე შესასვლელიდან იმოძრავებს, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ტურისტებისა და მომლოცველებისთვის კი სპეციალურად დიდი ტევადობის ავტოსადგომია მოწყობილი. მოსკოვის საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ლავროვის უწყება პროვოკაცია დაფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის საომხრივად გაუქმების შესახებ. საგარეო უწყების შეფასებით რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფის მცდელობა სახელმწიფოებს შორის ცივილური ურთიერთობების ნორმებს ეწინააღმდეგება. განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ რუსეთი კავკასიაში კეთილ-მეზობლური ურთიერთობის ნორმალური მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფის მომხრეა, რომლის დარღვევაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ომით სცადა. სწორედ ქართული მხარე აჭიანურებდა ყაზბეგის ზემო-ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას. ახლა კი როცა ეს პუნქტი ამუშავდა, საქართველოს ხელისუფლებამ მონახა გზა, როგორ გამოიყენოს ეს არხი საკუთარი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ლავროვის უწყება ირწმუნება, რომ რუსეთს პრობლემა არა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, არამედ სააკაშვილის რეჟიმთან აქვს, რომელიც ვერ მშვიდდება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოში უვიზად შემოსვლა და 90 დღის განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ. 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა პირველივე დღეს ყაზბეგის ზემო-ლარსის გამშვები პუნქტი 10-მდე ადამიანმა გადმოკვეთა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ კონსტიტუციაში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ დაამტკიცონ. განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციების განყოფილება ავრცელებს მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო ვიზიტისას კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსულტაციებს და კონსენსუსს, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. კასტრიოტ ისლამს და მიხაილ იენსენს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა ვენეციის კომისიის საბოლოო აზრის გამოქვეყნებამდე კრიტიკას გამოიწვევს. საქართველოს პარლამენტმა კი საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით ხვალ უნდა დაამტკიცოს. 15 ოქტომბერს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე დასკვნას განიხილავს. იტალიაში უკვე გაიმგზავრნენ ქართველი პარლამენტარები. ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ერთად უმრავლესობის წევრები ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის საბოლოო დასკვნებსა და შენიშვნებზე იმსჯელებენ. თუმცა საქართველოს მთავრობის პოზიცია უცხოელი ექსპერტების შენიშვნებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. მმართველი გუნდისთვის შეფასებები ევროპული კონსტიტუციებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას ხვალ მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ჟენევაში კი მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდი გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე ორ მთავარ საკითხს უსაფრთხოების ახალ კონცეფციას და დევნილთა დაბრუნების საკითხს დააყენებს. ოფიციალური მოსკოვი, ასევე ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები კი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების შესახებ საუბარს აპირებენ. აღნიშნული დოკუმენტის მათთან გაფორმებას არაპირებს ქართული დელეგაცია. ცხინვალის რეჟიმი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების საკითხის წამოწევასაც გეგმავს. ჟენევის კონსულტაციებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რუსეთს კი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ცხინვალის დელეგაციას პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობენ. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის ეუთოს და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლები პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი არიან. მოლაპარაკებაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციაც მონაწილეობს. ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს. ინიციატივა მონიტორინგის საკითხებში ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარეს დიკ მარცზე ეკუთვნის. განცხადება კი ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროსაბჭოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება დიალოგის რეჟიმში გადავიდეს. დიკ მარტი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოსთვის ქართულ-რუსული საკითხი პრიორიტეტულია. წინასწარი ინფორმაციით სპეციალური მოსმენა 2011 წლის იანვარში დაინიშნება.
შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები და ტალიანის კომისიის წევრები ესწრებიან. ერთდღიან სხდომაზე იმ რეზოლუციების შესრულებას განიხილავენ, რომლებიც ევროსაბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. საუბარია სამ რეზოლუციაზე და კიდევ ორ დასკვნაზე, სადაც სამხედრო დაპირისპირების ჰუმანიტარული შედეგებია ასახული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს უმასპინძლა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. უკრაინული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დეტალურად დაინტერესდა. დაიგეგმა ქართულ-უკრაინული ფორუმის შექმნაც, რომლის მიზანი საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა იქნება. რადას დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უკრაინელი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდნენ და ისინი თბილისს ხვალდატოვებენ. ძალიან დაინტერესებული არიან თუ როგორ ჩატარდა ეს რეფორმები, რა გვაქვს დაგეგმილი მომავალში, საინვესტიციო სააგენტო საქართველოში როგორ მუშაობს, როგორ მუშაობთ ინვესტორებთან, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ასევე გადავწყვეტეთ, რომ ერთობლივი ფორუმი შევქმნათ, უკრაინულ-ქართული ფორუმი, რადგან მოვიწვიოთ უფრო მეტი ინვესტორი უკრაინიდან საქართველოში და რა თქმა უნდა, ერთობლივად ვიმუშაოთ იმ საინვესტიციო პროექტებზე ამერიკას რაც ეხება ევროპას და სხვა ქვეყნებს. ვიცით, რომ საქართველოს მთელ რიგ ნაციონალურ პროექტებს ახორციელებს საინვესტიციო გარემოს პრინციპით და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ ქართული პროექტების უკრაინაში როუშოუს ორგანიზება. უკრაინაში ბევრმა იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა და უფრო დეტალურად ეს საინტერესო იქნება. ასევე განვიხილეთ ეკონომიკური თავისუფლების აქტისთვის მზადყოფნის საკითხი. ეს პრაქტიკაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ავსტრია-საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციის მორიგი რაუნდი გაიმართება. ავსტრიის დელეგაცია შეხვედრებს საგარეო უწყებაში გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან პოლიტიკური კონსულტაციის ტრადიცია აქვს. ავსტრიასთან კი ამ დრომდე ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონია. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სწორედ ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს დასახავენ. ლეიბორისტული პარტია სოციალისტური ინტერნაციონალის შავი ზღვის აუზის კავკასიისა და დსთ-ს ქვეყნების კომიტეტს სპეციალური კონფერენციის გამართვას თხოვს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ნესტან კირთაძემ ბაქოში სოცინტერნის სხდომაზე განაცხადა, რომელიც 11-12 ოქტომბერს გაიმართა. კირთაძემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. თავად პარტიის ინიციატივა კი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი აქტორების ერთობლივად მუშაობას მოიაზრებს. ბურების ოჯახის ჩამოსახლება არის გადაწყვეტილი საქართველოში. მონურ კოლონიად ქცეულ საქართველოში დაწყებული ენობრივ-კულტურული გადაგვარებასთან ერთად სააკაშვილი შაჰ-აბასივით აპირებს ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ ტერიტორიულ ექსპანსიას. კერძოდ, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის შესაბამისადაც გლეხებს ჩამოართმევენ დაუმუშავებელი მიწის სავარგულებს, რომელსაც გადასცემენ სამხრეთ აფრიკიდან განმოსახლებულ 40,000 ბურების ოჯახს, რომლებიც სააკაშვილის ცოლეულთა მონათესავე ხალხია. ეს გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენი სამშობლოს მტრების ბოროტ განზრახვას საქართველოს ქართველების გარეშე. ამიტომ სანამ სააკაშვილი მიიღებდეს გლეხთა აჯანყებას, კეთილი ინებოს და მითვისებული მილიონებიდან გამოყოს სახსრები დაუმუშავებელი სავარგულების არა ჩამოსართმევად, არამედ საპატრონო.